კარგი. რაც შეეხება თვითონ რა არის ტრავმა, ტრავმა არის ადამიანის სუბიექტური რეაქცია კონკრეტულ სტრესულ სიტუაციაზე. ანუ სუბიექტური რატომ? იმიტომ რომ ერთი და იგივე სტრესული სიტუაცია სხვადასხვა ადამიანისთვის, ან ერთი და იგივე ადამიანისთვის სხვადასხვა ფსიქოემოციურ მდგომარეობაში შეიძლება იყოს მატრავმირებელი, ან არ იყოს მატრავმირებელი. აქედან გამომდინარე, სტრესი ყოველთვის არ იწვევს ტრავმას, მაგრამ ტრავმას ყოველთვის თან ახლავს სტრესული სიტუაცია, რომელიც არის გამომწვევი იმ დრამატული განცდების, რომელიც საბოლოო ჯამში იბეჭდება ადამიანის ქვეცნობიერში, როგორც ფსიქოტრავმა. სტრესი არის ის, რასაც განიცდის ყველა ცოცხალი ადამიანი, მაშინ, როდესაც აკეთებს რაღაცას. შეუძლებელია განვითარდე, შეუძლებელია იცხოვრო, შეუძლებელია მოძრაობდე წინ, ისე რომ გარკვეულ სტრესს არ განიცდიდეთ და სელია ამბობდა, რომ სტრესს მარტო გვამი არ განიცდის. შესაბამისად, სანამ ცოცხალი არის ადამიანი, ის მუდმივად სტრესორების ზეგავლენის ქვეშ არის და ზუსტად ის უნარი სტრესმედეგობის, რომელიც აქვს თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მის რესურსებზე, გამოცდილებაზე, იმ ისტორიაზე, რომელიც გამოიარა, შემდგომში აი ამ სტრესს როგორც ზრდის წინაპირობას ისე იყენებს თუ როგორც ტრავმულ შინაარს ინახავს, დამოკიდებულია ზუსტად ამაზე. შესაბამისად, სტრესული სიტუაცია პლუს ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა ჯამში ან გვაძლევს, ან არ გვაძლევს ტრავმას. კარგი, ეხლა დავიწყოთ რა არის ტრავმა. როდესაც ფიზიკურ ტრავმაზე ვსაუბრობ, ძალიან მარტივად გასაგებია ეს ყველაფერი. მაგალითად არის რაღაც მჭრელი საგანი, დანა, რომელიც თქვათ გადაესვა ადამიანს სხეულზე, სხეული დაზიანდა და აქვს ტრავმისთვის დამახასიათებელი ნიშნები. არის დაზიანებული კანი, არის სისხლდენა, არის ტკივილი, მერე შეშუპება მოდის და ეს ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ქსოვილმა ტრავმა განიცადა. როდესაც ჩვენ ფსიქოლოგიურ ტრავმაზე ვსაუბრობთ, ფიზიკური ქსოვილი მთლიანია. შესაბამისად, შეუძლებელია და ზოგჯერ ბევრისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება აი ამ სიტუაციაში ადამიანს მიეღო ტრავმა. ზუსტად იმიტომ, რომ ის ადამიანი მსგავს სიტუაციაში სუბიექტურად განიხილავდა ამ ყველაფერს სრულიად განსხვავებულად. ეხლა რა ნიშნები აქვს ტრავმას, რა ფორმები აქვს, ამით დავიწყოთ. პირველი ეს არის მწვავე ტრავმა, როდესაც მძლავრი ერთჯერადი სიტუაცია არის, რომლის შედეგად ადამიანი იღებს ესეთ ტრავმულ გადაწყვეტილებას. მაგალითად, მოყვა ავარიაში, ეს არის მძლავრი ერთჯერადი გამოცდილება და გადაწყვეტილება შეიძლება იყოს შემდეგი. მანქანა უდრის სიკვდილს, ან მანქანა უდრის საშიშროებას და შემდგომში ეს გადაწყვეტილება არა მარტო მენტალურია, პირიქით, ქვეცნობიერია, მაგრამ მას თან ახლავს ყველაფერი ის, რაც ჩაიბეჭდა იმ ერთ წუთში, ერთ წამებში გამოცდილების დროს. ანუ მას თან ახლავს სხეულის მეხსიერება, იმ ტკივილის, იმ პარალიზის, რომელიც იმ მომენტში განიცადა სხეულმა. მას თან ახლავს ის ემოციური მდგომარეობა შიშის, ხო, რომელიც იმ მომენტში ქონდა და მას თან ახლავს ის ფიქრები, რომელიც ადამიანს ქონდა ტრავმულ სიტუაციაში. მე ეხლა მოვკვდები. ან ეხლა რა ხდება, ხო? ან ვერ გაიგო რა ხდება, გაურკვევლობა. და ფაქტობრივად ის ობიექტი, ან ის ფაქტი, სიტუაცია, რომელმაც გამოიწვია ეს მწვავე ტრავმა, არის ერთგვარ შეფუთვაში, ქვეცნობიერში და აი ამ შეფუთვაში არის სხეულებრივი შეგრძნებები, ემოციური შეგრძნებები და მენტალური, ანუ ის რა იფიქრა, ან რა მოხდა მის გონებაში იმ მომენტში. აი ეს არის ესეთი სრული პაკეტი.
მეორე არის ქრონიკული ტრავმა, როდესაც ესეთი მძლავრი შეიძლება არ არის, როგორც მწვავე ტრავმის დროს, მაგრამ განმეორებადია, როდესაც ადამიანს ხშირად ემართება რაღაცა, როდესაც ისევ და ისევ კარგით ავარია, რადგანაც ავიღეთ პირველ შემთხვევაში, მოდით მეორე შემთხვევა ავიღოთ, როდესაც არ არის ძლიერი ავარია, მაგრამ მუდმივად რაღაც საშიშროებაში შეიძლება იყოს აღმოჩენილი ადამიანი. ან ხშირად კითხულობს ამბებს, იქ ეს ამბავი მოხდა, აქ ეს ამბავი მოხდა და არა მარტო კითხულობს, არამედ ამას წარმოიდგენს, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვახასიათებს ყველაფერი უნდა მოვიზომოთ, როგორ აი მე როგორ ვიქნებოდი ამ მომენტში და თუ იმ მომენტში ადამიანს არ აქვს რესურსული მდგომარეობა, აი ეს ფიქრიც კი, ან ფილმში ნანახი სიტუაცია, ან სხვა ადამიანს გადამხდარი უბედურება შეიძლება იყოს ადამიანისთვის ის სტრესორი, რომელიც შემდგომში ამ ტრავმის საფუძველს შექმნის. ქრონიკული ტრავმის შემთხვევაში ის სხეულებრივი და ემოციური გამოვლინებები ისეთი მძლავრი არ არის როგორც მწვავე ტრავმის დროს, თუმცა აუცილებლად თან ახლავს. და მესამე ფორმა ეს არის კომპლექსური, ძირითადად ბავშვობიდან არის, როდესაც მუდმივად არ არის უსაფრთხოების განცდა, როდესაც ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც ქრონიკულად შეიძლება ხდებოდეს მწვავე რაღაც სიტუაციები, ეს შეიძლება იყოს დაყვირება, ცემა, მუქარა და სხვა. ეს არის ის ძირითადი ფორმები, რომელსაც გამოყოფენ, როდესაც ფსიქოლოგიურ ტრავმაზე საუბრობენ. და ფსიქოლოგიური ტრავმა ტოვებს 4 ტიპის გართულებებს. და ეს გართულებები, ეს არის ზუსტად ის სიმპტომები, რომლითაც მოდის ჩვენთან ადამიანი და რომელიც ამბობს. არ მოდიან ხოლმე და არ ამბობენ, იცი მე ფსიქოლოგიური ტრავმა მაქვს და მოვედი თერაპიაზე იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ტრავმა განვკურნო. ცოტა ხანში ამ სქემას დაგიხატავთ და მიხვდებით. მოდიან ძირითადად ჩივილები. ჩივილები შეგვიძლია ეს 4 კატეგორიად დავყოთ. ფიზიკური ჩივილები. რა არის ფიზიკური ჩივილები? ყველა ის შეგრძნება, რომელიც ადამიანს სხეულის დონეზე აქვს. ყველაზე ტრივიალური და ყველაზე ცნობილი არის ბურთი ყელში. აი რაღაცა მეჭხირება ყელში, მინდა რაღაცა ვთქვა და არ შემიძლია მაღწევს. ფსიქოსომატური დაავადებები. სხვადასხვა ტიპის რეაქციები კანზე, დროებითი ან მუდმივი. სხვადასხვა შეგრძნებები სხეულის დონეზე, მაგალითად, მეკვეთება ფეხები, ან მიბუჟდება თავი, ან მიბუჟდება ხელები, ან მიმძიმდება სხეული. ხო, ნახეთ თვითონ ჩივილში უკვე დევს ის, რომ რაღაცა სხეულში ხდება. ეს არის ფიზიკური კატეგორია ჩივილების. მეორე, ეს არის ემოციური კატეგორია. ემოციურ კატეგორიაში შედის ფობიები, შფოთვა, სხვადასხვა ემოციური მდგომარეობა, მაგალითად დაბალი თვითშეფასება, არ შემიძლია ამოვიღოს სიტყვა ეგრევე მაკანკალებს და მგონია რომ ყველა მე მიყურებს, ყველა მე დამცინის, ნახეთ, და რა არის ამ დროს? ამ დროს არის შეფასების შიში. რატომ არის შეფასების შიში? იმიტომ რომ ოდესღაც ცხოვრებაში ადამიანს ჰქონდა სიტუაცია, სადაც მისთვის აი ის თუ როგორ შეაფასებდნენ, იმაზე იყო დამოკიდებული მისი კეთილდღეობა ან სიცოცხლე. ხო? და აქედან გამომდინარე ეს არის ჩვენი ემოციური ჯგუფი ჩივილების, მენტალური ჩივილები. ეს არის სხვადასხვა შემზღუდავი რწმენა წარმოდგენები, მაგალითად. კი მჭირდება ავტომობილი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მე ვერასდროს ვერ დავჯდები საჭესთან. საიდან იცი? სადღაც მიიღო გადაწყვეტილება, აი ამ ტრავმული სიტუაციის დროს, შესაბამისად თუ მანქანა უდრის სიკვდილს, მაშინ მე თუ ვჯდები საჭესთან, ირაციონალურია. მე ვკვდები და ქვეცნობიერი, რომელიც 5 წლის ბავშვის დონეზეა. მას არ აქვს არანაირი ლოგიკის და გააზრების უნარი, პირდაპირ როგორც კი ზრდასრული ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მართვის მოწმობა ხომ არ ამეღო, ან მანქანა ხომ არ მეყიდა, ეგრევე აი შინაგანი პატარა 5 წლის ბავშვი იწყებს პანიკას, რომ აი ხა ჩვენ დავჯდებით საჭესთან და მოვკვდებით. და ამიტომ ადამიანი აი ამ ფიქრების გამო
უარს ამბობს, ან წელავს, ან არ მიდის ავტოსკოლამდე, ან მიდის ავტოსკოლამდე ეზოში უყენია მანქანა, მაგრამ ვერ ჯდება საჭესთან და ასე შემდეგ. ეს არის მენტალური კატეგორია ჩივილების და ბოლო არის სოციალური, როდესაც ადამიანს ტრავმის შედეგად ეცვლება სოციუმთან ურთიერთობა და დამოკიდებულება. რა შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, კარგავს ნდობას ყველას მიმართ, ან კონკრეტული კატეგორიის ადამიანების მიმართ, ან პირიქით სრულიად კარგავს საზღვარს და ენდობა და ეწეპება ყველას, ვინც ოდნავ კეთილ განწყობით არის მის მიმართ განწყობილი. ანუ მისი სოციალური ურთიერთობები კონკრეტულ ჯგუფებთან მიმართებაში ან ზოგადად სოციუმთან მიმართებაში არის შეცვლილი და არაეკოლოგიურია, ანუ არ არის რაციონალური. იმიტომ რომ ნაკარნახებია რითი თვით გადარჩენის ინსტინქტით. ტრავმა ეს არის სიკვდილის საშიშროება, იმისთვის რომ არ მოვკვდე, მე უნდა გადავრჩე და ის თუ რა ხერხს პოულობს ადამიანი, შემდგომში უკვე ვლინდება იმ ქცევაში თუ იმ აზროვნებაში თუ იმ რეაგირებაში, რომელიც მას აქვს, რომელიც არის მისთვისაც შემაწუხებელი და რომელიც საბოლოო ჯამში აიძულებს მას მივიდეს ფსიქოთერაპევტთან და აი ამ კონკრეტულ საკითხებზე იმუშაოს, რომ მაგალითად არ იყოს ესეთი მიმდობი და ყველას არ მიენდოს. ან პირიქით შეძლოს ადამიანებთან ნდობა, განსაკუთრებით იმ კატეგორიასთან, ვინც იცის, რომ მისთვის თქვათ ზიანის მომტანი ჯგუფი არ არის, მაგრამ არ შეუძლია. თერაპიის მიზანი ამ შემთხვევაში იქნება არა დაამეგობროს და არა დააკავშიროს იმ ადამიანებს, არამედ მოაგვაროს ის მიზეზი, რომელმაც უარი ათქმევინა კომუნიკაციაზე. როდესაც მოდის ფიზიკური ჩივილებით, მაგალითად ბურთი აქვს ყელში, არ მუშაობთ ბურთის გაქრობაზე, ვმუშაობთ იმ მიზეზზე, რომელიც ყოველ ჯერზე, როდესაც მას ხმის ამოღების სურვილი აქვს, აი აქ სპაზმს უჩენს, რომელსაც შემდგომ გრძნობთ როგორც ბურთს ყელის არეში, ხო? და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი მიზანი არის განკურნოთ მიზეზი და არა სიმპტომი, რომელიც ადამიანს აქვს ტრავმული გამოცდილების დროს. დაფა მაქვს. დიდი დაფა ოფისში, ამიტომ პატარა დაფით უნდა შემოვიფარგლოთ. არის ესეთი ძალიან კარგი სკორ მოდელი, რომელიც გვაჩვენებს როგორ ვითარდება ტრავმა, როგორ მოდის ჩვენთან ადამიანი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ჩანს კარგად ასები. კი. ეს არის დროის ღერძი. დროის ღერძი იწყება ჩასახვით, იმიტომ რომ სხეულის დონეზე ტრავმები იწერება ჩასახვის მომენტიდან. არის კვლევები, რომ არა ჩასახვის მომენტიდან, არამედ იმ მომენტიდან, როდესაც ბებიის მუცელში დედის საკვერცხე ჩამოყალიბდა და დედის საკვერცხეებში უკვე არის კვერცხუჯრედი, რომლიდანაც შემდგომ განვითარდება დედა. ანუ ის მემბრანა, კვერცხუჯრედის მემბრანა, ბებიის ორსულობის დროს მომხდარ მოვლენებს უკვე იმახსოვრებს შეგრძნების დონეზე და რა თქმა უნდა ამის გახსენება ძალიან რთულია. არის შემთხვევები, როდესაც შეგვიძლია. ხშირ შემთხვევაში ეს ისტორია ისედაც იცის ადამიანმა, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ესეთი უტყუარი ფაქტი, რომ აი არ იცოდა და აი მარტო ამ სხეულის მეხსიერებით გაიგო. თუმცა ჩემ პრაქტიკაშიც არის ესეთი სიტუაციები და სხვა თერაპევტებისაც რა თქმა უნდა, როდესაც არ იცოდა ადამიანმა მაგალითად ის რომ დედა რომ იყო პატარა, რაღაცა მოხდა, მაგალითად მამამ ვიღაცა მოკლა. არის ესეთი кейსი, მაგრამ როდესაც ეს რაღაც მსგავსი სიუჟეტი წარმოიდგინა როგორც მიზეზი მისი სიმპტომის, მერე დაელაპარაკა დედას და გაირკვა, რომ ნამდვილად იყო მათი საგვარეულოს ისტორიაში ესეთი დრამატული ეპიზოდი, რომელიც
არ იცოდა თერაპიის მომენტში. მეორე წერტილი, ეს არის დაბადების წერტილი. დაბადება არის როგორც უნივერსალური რესურსი ყველა ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ შევძელით დავიბადეთ, ცოცხლები ვართ, გადაურჩით, ასევე დაბადება არის უნივერსალური ტრავმა. ყველასთვის ტრავმულია და თან პოლიტრავმა, როგორც ფიზიკურ დონეზე, ფიზიკური ტკივილი ახლავს ძალიან დიდი, ასევე ემოციურ დონეზეც, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს დაბადების მომენტში ემოციების სფერო არ აქვს განვითარებული, მაგრამ ყველა ის ემოცია, რომელიც დედას ჰქონდა, ამახსოვრდება და გავლენას ახდენს. შესაბამისად, დაბადება ძალიან მნიშვნელოვანი წერტილია ჩვენს დროის ღერძზე და აწმყო წერტილი, სადაც ადამიანი იმყოფება აქ და ამჟამად. ნახეთ, ეს არის ის სამი წერტილი, რომელიც უნდა ჩვენ გავითვალისწინოთ, როდესაც ვსაუბრობ ტრავმაზე. სკორ არის აბრევიატურა და არის 5 სიტყვა. პირველი ეს არის სიმპტომი. სიმპტომზე უკვე ბევრი ვილაპარაკე. სიმპტომი არის ის, რაც აწუხებს ადამიანს აქ და ამჟამად. თუ სიმპტომი აქ და ამჟამად არ აწუხებს, ის არასდროს არ მოვა თერაპიაზე. მე შარშანწინ მქონდა რაღაცა შფოთვა და ამიტომ 2 წლის თავზე მოვედი ფსიქოთერაპიაზე. წარმოუდგენელია, ხო? მე აუცილებლად აწმყოში უნდა მაწუხებდეს რაღაც სიმპტომი იმისთვის, რომ მე მოვიდე თერაპიაზე. ამ ჩემს სიმპტომს აუცილებლად აქვს რაღაცა მიზეზი. ნახეთ, კაუზა, ეს არის გამომწვევი, რომელიც ყოველთვის, ნახეთ, აწმყო წერტილიდან უკან არის წარსულში. სადღაც წარსულში მოხდა ერთი ან მრავალი ისტორია, რომელმაც ჩამომიყალიბა აი ეს სიმპტომი. შემდეგ, არის outcome. Outcome ეს არის გამოსავალი. მე სიმპტომი, როგორც სიმპტომი, ისე არ მაწუხებს, რამდენად მე მაწუხებს ის, თუ რა მოყვება ამ სიმპტომს, თუ არ მივხედე. მაგალითად, შფოთვა მაქვს და შფოთვის გამო ვერ გავდივარ გარეთ. ხო? outcome ამ შემთხვევაში არის, რომ არ გავალ გარეთ დიდხანს და დავკარგავ იმ მეგობრებს, იმ ადამიანებს, იმ ურთიერთობებს, რომელიც მაქვს სახლის მიღმა. დავკარგავ სამსახურს, რომელიც მჭირდება, რომლის წყალობითაც მე მაქვს რაღაც ფინანსები, შემიძლია ჩემ თავზე ვიზრუნო, შემიძლია რაღაც ჩემი კეთილდღეობა უზრუნველყო და ასე შემდეგ. ეს ყოველთვის სიმპტომიდან მომავალშია. ნახეთ, კი, ეხლა მე მაწუხებს შფოთვა, ან მაწუხებს ტკივილი, ან მაწუხებს ბურთი ყელში. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მე რაღაცა უფრო მძიმე, უფრო ცუდი დამემართება. და აი ამ outcomes კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა აქვს. ეს არის ეფექტი. ეფექტი, ნახეთ რა არის, თუ მე გარეთ არ გავედი და დავკარგე მეგობრები, ან თუ მე გარეთ არ გავედი და დავკარგე სამსახური, მარტოობაში და სიღარიბეში ამომხდება სული. კიდევ უფრო მძიმე. ეს ორი ფიქრი თან ახლავს სიმპტომს და სიმპტომს კიდევ უფრო ამძიმებს. თუ დააკვირდებით შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებს, ისინი მუდმივად აი აქ არიან მომავალში. ანუ ეხლა მე მაქვს შფოთვა, ან ეხლა მე კარგად ვარ, მაგრამ მე რომ ვიხდები ცუდად, მე აუცილებლად მოხდება ეს, მე შეიძლება მოვკვდე, მე შეიძლება გავგიჟდე და ეს მუდმივად რთავს შფოთვის მექანიზმს და ადამიანი კვლავ და კვლავ ატრიალებს აი ამ ფიქრებს, რომელიც რეალურად მომავალზე არის დამოკიდებული. და დაგვრჩა ბოლო. ასო ეს არის რ არის რესურსი და რა არის რესურსი. რესურსი არის ის, რაც დამაკლდა აქ მიზეზის დროს და რის გამოც, რისი ნაკლებობის გამოც ის სიტუაცია, რომელიც მოხდა, აღმოჩნდა ჩემთვის სუბიექტურად მატრაუმირებელი. მე რომ მქონოდა თავდაჯერებულობა, ძალა,
სიმტკიცე, სითამამე, რაღაც არ ვიცი, ფული, რომელიც ასევე რესურსია, ჭკუა, რომელიც ასევე რესურსია, ხო? ეს არ დამემართებოდა, ნახეთ? და რესურსი არის ის, რასაც ჩვენ თერაპიაში ვიყენებთ იმისთვის, რომ გადავწეროთ ტრავმული ისტორია და დავაბრუნოთ ადამიანი აწმყოში რესურსი თურთ, ნახეთ? ანუ მთელი რეგრესული ფსიქოთერაპიის იდეა რა არის? დავიჭირო სიმპტომი, რომელიც აწუხებს ადამიანს, ამ სიმპტომით გადავიყვანო მიზეზში, ვიპოვო მიზეზი, შემდეგ მიზეზის მომენტში რა დამაკლდა, ის შევავსო, ვაპატიო საკუთარ თავს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანს აი აქ ამ სიტუაციასთან თუ ახსოვს, იმიტომ რომ არის სიტუაციები, როდესაც არც ახსოვთ, თან ახლავს ის, რომ როგორ მე რატომ ვერ ძალიან ხშირად მუშაობ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან, ძალიან ხშირად მუშაობ ადამიანებთან, რომლებსაც რაღაც დაუძლეველი სიტუაცია გადახდათ თავს და ისინი საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ. მე რა რომ ვიყავი 8 წლის, მე რა რომ ვიყავი 5 წლის, მე უნდა მწოდნოდა, მე უნდა მქონოდა ესეთი ძალა და რესურსი, რომ ეს სიტუაცია არ მომხდარიყო. ნახეთ, ანუ საკუთარი თავის, აი იმ სუსტი, დაუცველი, ურესურსო მესპატიება, რომ ეს მოხდა და ამ ნაწილის მიღება. და როდესაც ამ ნაწილის მიღება და განკურნება ხდება, სიმპტომის საჭიროება აღარ არის. და სიმპტომი ან ქრება, ან სუსტდება, ან შეიძლება დარჩეს, მაგრამ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს ამ სიმპტომთან ერთად არჩევანი. მე შეიძლება მქონდეს ბურთი ყელში, მაგრამ მე ასევე შეიძლება მქონდეს აი ეს რესურსები და ამოვიღო ხმა და ვთქვა ჩემი სათქმელი. და რა თქმა უნდა, თუ თერაპია არ არის ერთჯერადი და არის რაღაც დროში გაწერილი ამ სიტუაციაში, ეს შეიძლება, ანუ ეს არჩევანი უფრო და უფრო მატულობს და ადამიანს უფრო და უფრო შეუძლია გააკეთოს საკუთარი თავისკენ არჩევანი, საკუთარი თავის სასარგებლოდ არჩევანი და შესაბამისად, აი ეს არის ტრავმის მკურნალობის მოდელი, რომელიც არის NLP-დან აღებული, ეს SCORE მოდელი არის NLP-ის მოდელი და კარგად გვაჩვენებს, როგორ მუშაობს ეს ამბავი. ეხლა თუ კითხვები გაქვთ აი ამ ეტაპზე, დამისვით და მერე გადავალთ კიდევ ერთ მოდელზე, რომელიც კარგად დაგვანახებს აი იმ ისტორიას, რაზეც უკვე ვილაპარაკე, როგორ ხდება იმპრინტი სხეულის, ემოციის და გონების ტრავმასთან მიმართებაში და როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში. აბა კითხვები თუ გაქვთ, ისმენთ. არ გაქვთ? ოკეი. მაშინ გავაგრძელოთ, მე უკვე გითხარით, რომ ჩასახვის მომენტიდან, ან კიდევ უფრო ადრინდელი პერიოდიდან, ჩვენი სხეული რაღაცნაირად იმახსოვრებს ინფორმაციას. მოდით პიროვნების მოდელი განვიხილოთ, რომელიც სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიიდან არის აღებული და რომელიც კარგად გვაჩვენებს პირველ რიგში, როგორ ვითარდება ადამიანის სხვადასხვა სფერო, როგორ არის ეს სფეროები განლაგებული, რა იწვევს და სად ინახება ტრავმული შინაარსები და რას უშლის ხელს ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში. ისევ ეს მჭირდება. და პირველი ნაწილი, პირველი სფერო ადამიანის, რომელიც ჩასახვის მომენტიდან უკვე არსებობს ადამიანში, ეს არის ადამიანის თვითობა, ან სელფი. ადამიანის ბირთვი, რომელშიც არის ჩაწერილი ადამიანის უნარების, რესურსების, ნიჭების,
შესაძლებლობების მაქსიმუმი. აი წარმოიდგინეთ, რომ ეს არის hard disk-ი, რომელზეც ჩაწერილია ბუნებისგან, აი რაც აქვს ადამიანს, ყველა პროგრამა. შეძლებს თუ ვერ შეძლებს ადამიანი ამ პროგრამების ამოქმედებას ცხოვრების მანძილზე, ძალიან ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, როგორც შინაგანზე, ასევე გარეგანზე. და როდესაც self-ს ხსნი, ყოველთვის ვახსენებ მუხას. რკო, პატარა რკო არის მომავალი მუხა. და ყველა რკოში ერთნაირად ჩაწერილია როგორი დიდი, ძლიერი, მყარი მუხის ხე შეიძლება გაიზარდოს მისგან. შემდეგ ჩვენ დავიღოთ ეს რკო და ჩავრგოთ მიწაში. და როგორი მუხა გაიზრდება, არა მარტო იმაზე არის დამოკიდებული თუ რა პოტენციალი იყო რკოში ჩადებული, არამედ იმაზე თუ რა მიწაში ჩავრგეთ, რამდენად მზიან ადგილას იყო, როგორ კლიმატურ პირობებში იზრდებოდა, აკლდა თუ არ აკლდა წყალი, აკლდა თუ არ აკლდა საკვები ნივთიერებები, იყო თუ არა ირგვლივ მაღალი ხეები, რომლებიც უჩრდილავდნენ, თუ პირიქით იყო ღია, თავისუფალი გარემო და მიეცა საშუალება, რომ აი იმ გარემოში მაქსიმალურად გაზრდილიყო. ზუსტად ასე, self-ში ჩაწერილია ჩვენი საუკეთესო ვერსია, ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმი, მაგრამ ის ოჯახი, ის სოციუმი, ის დრო და თავისი მოთხოვნები, რომელიც ყველა დროს თან ახლავს, ის სიტუაცია ფინანსური იქნება თუ სოციალური, რომელშიც იზრდება ადამიანი და ბევრი სხვა, განაპირობებს იმას, თუ რამდენად შეძლებს ადამიანი საკუთარი ნიჭის ან საკუთარი უნარების მაქსიმალურად გაშლას. სიტუაცია, ბავშვს აქვს ხატვის ნიჭი. ოჯახში, სადაც თვლიან, რომ მხატვრობა სისულელეა და საერთოდ რატო უნდა ატარო ბავშვი ხატვაზე, როდესაც მოცეკვავეების ოჯახი ვართ და ატარებენ ცეკვაზე, თუ self-ში ცეკვის პოტენციალი არ დევს, ვერც მოცეკვავე გახდება და ვერც საკუთარ მოწოდებას ვერ აღმოაჩენს. ოჯახი, რომელიც აკვირდება ბავშვს და ხედავს, რომ აი ბავშვი სიამოვნებით ხატავს, აი ბავშვი სიამოვნებით აკეთებს რაღაცას და ხელს უწყობს მის სურვილების, მისი გარკვეული აი ლტოლვების განვითარებას, იქ უფრო დიდი ალბათობაა, რომ self-ში არსებული რესურსი გაიხსნება და მაქსიმალურ შედეგს დადებს. self-ი დაბადე ჩასახვიდან გარდაცვალებამდე უცვლელია. აი აქ რაც ჩაიწერა, აი ეს 100% სიკვდილამდე ჩაწერილია მასში. უბრალოდ ან ვიყენებთ, ან ვერ ვიყენებთ მასში ჩადებულ პოტენციალს. მეორე შრე, ეს არის სხეულის შრე, რომელიც ჩასახვის მომენტიდან იწყებს ერთი ცალი უჯრედი გაყოფას და იზრდება, ბერდება და მთელი ცხოვრება იცვლება. სხეული არის მუდმივად ცვალებადი შრე, რომელიც ორი მნიშვნელოვანი ფუნქციით არის. აი ამ ფუნქციით ეძლევა ადამიანს. ერთი ფუნქცია არის სენსორული, იმიტომ რომ ყველა გრძნობის ორგანო სხეულში გვაქვს და მეორე არის საყრდენ მამოძრავებელი, მოქმედების ფუნქცია და შეგრძნების ფუნქცია ჩადებულია სხეულში. ნახეთ, ჩასახვიდან ბავშვს უკვე შეუძლია შეგრძნება, ჯერ მას არ აქვს სხეული ჩამოყალიბებული, მაგრამ უკვე შეიგრძნობს უჯრედის მემბრანის დონეზე. იმ ბიოქიმიურ პროცესებს შეიგრძნობს, რომელშიც ვითარდება. და ეს ყველაფერი უჯრედს ამახსოვრდება უჯრედული მეხსიერებით. უჯრედული მეხსიერება და სხეულის მეხსიერება კარგად ჩანს მაგალითად ბავშვობაში დადიოდით ცეკვაზე ან ველოსიპედზე კარგად კატაობდით. გადის წლები, ამ საქმიანობას აღარ ეწევით, მაგრამ მაგალითად ჩაირთო მუსიკა ან დაჯექით ველოსიპედზე,
გონებით შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ სხეულს ახსენდება, როგორ უნდა იცეკვო. სხეულს ახსენდება, როგორ უნდა გაატარო ველოსიპედი. აი ეს არის სხეულის მეხსიერება. ალბათ გაქვთ ნანახი, თუ არ გაქვთ, მოძებნეთ YouTube-ში საოცარი ვიდეოა, ქალი არის ალცჰეიმერით, ბალერინა, რომელსაც ჩაურთეს მუსიკა და იწყებს იმ ილეთების გაკეთებას ხელებით. საკუთარი შვილი არ ახსოვს, საკუთარი სახელი არ ახსოვს, მაგრამ მუსიკამ ის სხეულის მეხსიერება აამოქმედა და იწყებს ცეკვას. მართლა საოცარი ვიდეოა და ნახეთ. შესაბამისად, ჩვენი სხეული არის ის ნაწილი, რომელიც ჩასახვის მომენტიდან უკვე გვაქვს და იმახსოვრებს ყველაფერს. მეორე შრე, რომელიც დაბადებიდან სადღაც 2 თვეში აქტიურდება, ეს არის ემოციების შრე. ჩვენი ემოციები თავიდან არის ძალიან პრიმიტიული და მარტივი, მოგწონს არ მოგწონს. გვიხარია არ გვიხარია. და მერე თანდათან ეს ემოციები უფრო და უფრო ვითარდება და თუ ემოციური ინტელექტი მაღალი აქვს ადამიანს, საკმაოდ მრავალფეროვანი ემოციური სპექტრი შეიძლება რომ აღმოაჩინოს მან. ემოციების ფუნქცია არის შეგრძნებაზე შთაბეჭდილების შექმნა. მე შევიგრძენი ლიმონის გემო. აი ეს ლიმონი მე მიყვარს თუ არ მიყვარს, სიამოვნებს თუ არ სიამოვნებს, აი აქ უნდა გავიგო. შესაბამისად, სენსორული სისტემით მიღებული შინაარსი გადადის ემოციურ სფეროში, ჩვენს ლიმბურ სისტემაში და მან იქმნება შთაბეჭდილება აი ამ მოვლენასთან მიმართებაში და შესაბამისად ჩვენი ემოციური დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ. და შესაბამისად ბოლო შრე, რომელიც სადღაც 5 წლისკენ ყალიბდება, ეს არის ჩვენი ნიღბის შრე ან ეგოს შრე, რომელსაც ასევე ცნობიერს ვეძახით. ანუ ეს არის გონების ის ნაწილი, რომელიც მიზეზ შედეგობრივ კავშირებზე აგებს პასუხს და რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები სხვადასხვა აღქმული და განცდილი სიტუაციების შესაბამისად. აი ნახეთ, მე რომ გავსინჯე ლიმონი, შემდეგ დავიჯღანე, იმიტომ რომ ჟავეა, შემდეგ არ მომეწონა ძალიან, გავაკეთე დასკვნა, ლიმონი არ მიყვარს. ან ლიმონი მჟავეა. ნახეთ, ძალიან მარტივად. და შესაბამისად, ყოველ ჯერზე, როდესაც მე მეტყვიან, დიანა, გინდა ლიმონი, მე ვიტყვი, არა, არ მინდა, მჟავეა. იმიტომ რომ უკვე ვიცი, მე აღარ მჭირდება ხელახლა გავტესტო, გავსინჯო, შემდეგ განვიცადო, რომ გადავწყვიტო, მინდა თუ არ მინდა ამ კონკრეტულ სიტუაციაში და ზუსტად ამით აიხსნება, რომ ძალიან ხშირად ის რაც ოდესღაც არ მოგვეწონა, ბავშვებს ვეღარ ვასინჯებთ მეორე, გასინჯე, იქნებ გემრიელი, არა, მე ზუსტად ვიცი, რომ არ მომეწონა და მერე გადის წლები, სინჯავენ და ვითურმე კარგი გემოქონდა, საინტერესო და რატო აბჭამდი ამდენი წელი, ხო? მოკლედ, ეს არის ჩვენი ნიღბის შრე, ნიღბის ფუნქცია არის გამოავლინოს ან შენიღბოს ყველაფერი ის, რაც ხდება უფრო ღრმა შრეებში. და ნიღბის ფუნქცია კიდევ ერთი არის სოციალური ფუნქცია. ანუ ურთიერთობა გარე სამყაროსთან. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვართ ერთ გარემოში, ერთ სოციუმში და შემდეგ გვიწევს სოციუმის შეცვლა, ჩვენ რაღაცნაირად ვახერხებთ და უცებთ ცვლით ყველაფერს, ხო? მაგალითი, პანაშვიდზე შევედით, ბათუმში ტირილს ეძახიან, წავედი ტირილში და იქ რა თქმა უნდა მე როგორი კარგ ხასიათზეც არ უნდა ვიყოს, სურო ძალიან კარგი ამბავი მოხდა, აი არ ვიცი, ხელი მთხოვეს ნახევარი საათის წინ და ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი რომ მე თუ გაბადრული და ბედნიერი შევალ, ვერ გამიგებენ. სოციუმში ესე მიღებული არ არის.
ამიტომ მე ისეთი სახე უნდა მივიღო, რომელიც სიტუაციას შეესაბამება და ადეკვატურს გამხდის იმ სოციუმში, რომელშიც მე ვიმყოფები. იქიდან რომ გამოვალ, მე ხარ დავრჩები აი ამ მდგომარეობაში. მე ისევ შემეცვლება ჩემი ნიღაბი სიტუაციიდან გამომდინარე. ანუ ეს არის ჩვენი ადაპტაციის გარემოსთან მორგების მექანიზმი. ყველაზე ზედაპირული შრეა, როგორც ხედავთ, სამივე ეს შრე ცვალებადია და სხეულის შედარებით ნელა ცვალებადია. რთულია ხო, ერთ კვირაში დაიკლო 10 კილო, მაგრამ ემოციები და ნიღაბი ძალიან სწრაფად იცვლება სიტუაციის შესაბამისად. რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა? აი ამ სქემის მიხედვით. ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ის, რომ მე ვარ ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სოციუმთან. ანუ ჩემში არსებული მე რა მინდა და ის რაც მომეთხოვება ერთგვარ ბალანსშია. მე ვიცი რა მინდა, ვიცი რას ელოდებიან ჩემგან და შემიძლია ვიპოვო რაღაცა ისეთი, რაც დამაკმაყოფილებელი იქნება აქეთაც და იქეთაც. იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე მხარე არის ჩაჭრილი, ჩვენ ვიღებთ პრობლემას. ასოციალური პიროვნება არის ის, რომელიც კარგავს მასის შრეს და ამას მე არ მაინტერესებს მისი აზრი. მე საერთოდ არ მაინტერესებს რა არის მოსაწონი და რა არ არის მოსაწონი და ესეთი ანარქიულად ცხოვრობს, რაც საკმაოდ დიდ პრობლემებს იწვევს მის სოციალურ ჯანმრთელობაში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და გახსოვთ, რომ ტრავმის ერთ-ერთი სიმპტომთა ჯგუფი არის აი ეს ჯგუფი, როდესაც მე ან ზედმეტად ვინიღბები, ან პირიქით საერთოდ ვკარგავ ყოველგვარ სურვილს მათთან ურთიერთობის, ან მუდმივად კარგი ტიპი ვარ და ყველა მიყვარს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მარილს მიყრიან ყავაში შაქრის მაგივრად, მაგრამ მაინც მიყვარან, იმიტომ რომ მე უნდა მიყვარდეს ყველა. ნახეთ, ცნობიერად მე ვიცი, რომ მე უნდა მიყვარდეს ყველა. ეხლა ტრავმა სად არის? აბა თქვენ მითხარით, ტრავმა სად არის? კაი, გამოცდა ხო არ არის, ვიმსჯელოთ. კარგი ხო. ტრავმა არის, შავ მარკერს ავიღებ ტრავმისთვის. ტრავმა არის აი აქ. ყველა სიტუაცია ჩასახვიდან უსასრულობამდე, დღემდე, რომელიც ჩემთვის იყო მტკივნეული, ან სხეულის, ან ემოციის, ან გონების მენტალურ დონეზე, ილექება აი აქ self-თან, იმიტომ რომ მიდის ჩემს თვითობასთან, ჩემს უარყოფასთან. როდესაც მე მცემენ, როდესაც მე ჩემზე ემოციურად ძალადობენ, როდესაც მე მაიძულებენ რაღაცის გაკეთებას, იმიტომ რომ მეზობელი ლამარა თვლის რომ ესე უნდა იყოს და ასე შემდეგ, მე განვიცდი self-ის უარყოფას, ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, ჩემს მშობლებს. აი მე ესეთი არ ვჭირდები, არ უყვარ ვარ და ცდილობენ რომ მე ვიყო რამენაირი სხვანაირი, ისეთი როგორიც მათ უნდათ რომ ვიყო და ტკივა ამას ყველაზე მტკივნეული და ყველაზე მოწყვლადი ნაწილია. და ნახეთ როგორ ტკივა. აი ეს არის ფაქტობრივად კოჟრი, რომელიც ყოველ ჯერზე ედება აი ამ ფაქის ნას შრეს იმისთვის, რომ ხვალ მსგავს სიტუაციაში აღარ ეტკინოს. ანუ ტრავმის ფუნქცია ის კი არ არის, რომ მე დაგტანჯო ცხოვრების ბოლომდე მე ტრავმამ. არამედ ტრავმის ფუნქცია არის დაგიცვა მსგავსი სიტუაციებისგან მომავალში. პრობლემა იმაშია, რომ ტრავმების უმრავლესობა დაახლოებით 5 წლამდე მივიღეთ. უმრავლესობა. და მარი შენ თქვი, მე მგონი მარიამ, რომ ტრავმის გარეშე ადამიანი არ არსებობს. აი ეს შრე აქვს
100% მოსახლეობას. ყველას გვაქვს ისტორიები, რომელიც იყო მტკივნეული. როგორი ლოიალურიც, როგორი ბამბაში გაზრდილიც არ უნდა იყოს სიტუაცია, მაინც იქნება მომენტი, როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ არ არის საკმარისად მიღებული. და ეს ყველა ისტორია აი აქ იწერება. მაგრამ თუ ეს შრე არ არის ისეთი სქელი, ისეთი მსხვილი, რომ გაწყვიტოს აი ეს კავშირი, მაშინ ადამიანი ახერხებს და შეუძლია რომ იყოს ფუნქციური. როდესაც ის ფუნქციურია, ტრავმა, როგორც სიმპტომი, არ ვლინდება. ის არის სადღაც ისტორიაში, აი აქ ჩაწერილი, მაგრამ როგორც სიმპტომი დღეს აწმყოში არ ვლინდება. შეიძლება ადამიანი ამბობს, რომ იცი რა, მე ბავშვობაში დედა მემუქრებოდა, რომ გუდიანი მოვა და წაგიყვანს და ძალიან მეშინოდა, მაგრამ დღეს ამას აღარ აქვს გავლენა მასზე და სიმპტომი როგორც ასეთი არ ჩამოყალიბდა. მაგრამ იგივე სიტუაცია გუდიანით შეიძლება დარჩეს როგორც საკმაოდ დიდი ტრავმული იმპრინტი და შემდგომში ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც უცხოა, გამოიწვიოს ესეთი შიშის განრიდების რეაქცია. ისე როგორც ბავშვს ჰქონდა მაშინ, როდესაც დედა ეუბნებოდა, თუ არ მოიქცევი ისე როგორც მე მინდა, მოვა ვიღაცა გუდიანი და წაგიყვანს. თუმცა რა თქმა უნდა ეს გუდიანები და რაღაცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავკარგოთ თვითობა. თვითობა რომ დავკარგოთ, შინაარსები უნდა იყოს საკმაოდ ტრავმული, ძლავრი, ხო, როგორც ვილაპარაკეთ, ან ძალიან ბევრი თუ ვლაპარაკობთ რაღაც ქრონიკულ ტრავმულ ისტორიაზე. ეხლა ნახეთ, ამას ცოტა ხანი დავდებ თორე. ოკეი. ეხლა ნახეთ რა ხდება ამ ისტორიაში. როდესაც ტრავმული შინაარსი ჩაიწერა აი ამ ტრავმების შრეში. რა გამოვიდა, რომ პატარა კიდე ერთი ნაკაწრი გაჩნდა იქ და შესაბამისად ეს ნაკაწრი უნდა შეხორცდეს და მივიღოთ თითქოს რაღაცა მთლიანი პიროვნება. ჭრილობაზე ვილაპარაკე, ხომ? ტრავმა როგორც ფიზიკური დაზიანება. როდესაც ჭრილობა პატარაა, მაშინ სხეული ფუნქციას არ კარგავს და სხეულს აქვს საკმარისი რეგენერაციის ფუნქცია, ან აღდგენის ფუნქცია, იმისთვის რომ აი ეს ჭრილობა შეხორცდეს დამოუკიდებლად. ამ შემთხვევაში შეიძლება არასდროს არ გამოვლინდეს აი ეს ტრავმული შინაარსი მერე უკვე მომავალში როგორც სიმპტომი. მაგრამ არის ტრავმები, მაგალითად მოტეხილი კიდური, რომელიც თავისით ვერ შეხორცდება და რომელსაც ჭირდება გარკვეული ტიპის თერაპია იმისთვის, რომ აღდგეს. და შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ იცი რა, მოდი რა 1-2 თვე დაელოდე და შეხორცდება ეს შენი მოტეხილი კიდური, რადგინდა ექიმთან წასვლა. ან რა მოხდა? დაიჯერე რომ გაგივლის და ადექი და იარე ამ ფეხით და გაგივლის. არ გაივლის. ზუსტად ასე არის ის ტრავმა, რომელიც დაკავშირებულია სასიკვდილო რისკთან, ან დაკავშირებულია ძლიერ შოკურ სიტუაციასთან. თავისით ვერ გადის. ჭირდება გარკვეული დახმარება. ეს დახმარება შეიძლება იყოს სოციუმის მხრიდან დახმარება, როდესაც ოჯახის წევრები, ახლობლები, სოციალური სამსახური უწყობს ხელს სიტუაციის შეცვლით, გარკვეული გარემოს შეცვლით, უსაფრთხოების უზრუნველყოფით იმას, რომ პროცესი ალაგდება, ან ფსიქოთერაპია, რომელიც პირდაპირ მიდის და რას აკეთებს? აი აქ არსებულ ტრავმულ შინაარსებს გადაამუშავებს. ისტორია არ შეიცვლება, ანუ ის რაც მოხდა ადამიანს ემახსოვრება, მაგრამ ეს ისტორია აღარ გამოიწვევს რას, ნახეთ? ეხლა ნახეთ. ჩვენ ხო ვილაპარაკეთ იმაზე, რომ სელფში
ჩადებულია ჩვენი რესურსების და პოტენციალის მაქსიმუმი. აი ეს არის სტრესული სიტუაცია. სტრესია. ეს სტრესი გავლენას ახდენს ადამიანის ყველა შრეზე. ნორმაში, როდესაც ტრავმული შრე არის საკმარისად თხელი, ეს შინაარსი ჩადის აი აქ სელფში და ჩვენ აქედან ვეძებთ იმ რესურსს, რომელიც კონკრეტულად ამ სტრესულ სიტუაციას მოაგვარებს და ვრეაგირებთ სელფიდან, თვითობიდან. ამ სიტუაციაში ეს სტრესი და ჩვენი სტრესმედეგობა, ნახეთ, ან თანაბარია და შეგვიძლია რომ დავძლიოთ. ან ყოველ შემთხვევაში აქ უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ამას შეუძლია რომ ზიანი მოგვაყენოს. ან იმ წამს ვაგვარებთ, ან გარკვეულ დროში, აი მწვავე სტრესული სიტუაციიდან გამოვდივართ და არ გვიყალიბდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ხო? მაგრამ თუ მე რესურსი არ მაქვს, შეიძლება PTSD დამემართოს, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. ხო, შესაბამისად ნახეთ რას აკეთებს ტრავმა. ტრავმა, აი აქ მაგალითად, მე მქონდა უარყოფა ძალიან ხშირი ბავშვობაში, როდესაც რაღაცას ვაკეთებდი. აი მე მომწონდა, ხატავდი და რომ ხატავდი, რა ვიცი, ბებო მეუბნებოდა ფურას ეშინელებებს ხატავ ჯობია დაჯექი და ფორტეპიანოზე დაუკარი. და ამას აკეთებდა ძალიან ხშირად და მე ამ დროს ძალიან მომწონდა ჩემი ნახატები და ძალიან მткиოდა გული. ნახეთ, ესეთი მძლავრი ტრავმა არ არის, ხო, ავარია ვერ შეედრება ახლა იმას, რომ ბებოს ნახატები არ მოწონებია თურმე. მაგრამ ყველა სიტუაციაში, სადაც მე რაღაცა უნდა გავაკეთო მომავალში, არ აქვს მნიშვნელობა პრეზენტაცია ჩავატარო საზოგადოების წინაშე. გამოცდაზე გავიდე, გასაუბრებაზე გავიდე, სადღე გრძელო თქვა მეგობრების წრეში, ანეკდოტი მოვყვე, ისტორია მოვყვე, რაღაცა ჩემი გაკეთებული გამოვავლინო. მე აი აქ, აი ეს სიტუაცია, ახალი სიტუაცია, პრეზენტაცია, პირდაპირ მოდის აქ და აქ ირთვება რეზონანსი, ნახეთ? ჩემი ქვეცნობიერი, რომელიც ალოგიკური ტიპია, თვლის რომ აჰა, შენ გინდა რომ შენი პრეზენტაცია აჩვენო ლექტორს და ლექტორი ისეთივე ავტორიტეტული ფიგურაა, როგორც ბებო იყო ბავშვობაში და ლექტორმა შეიძლება უარყოს და კიდევ ერთხელ გეტკინოს. მე ამბობს ტრავმა, არ მინდა რომ გეტკინოს, მე შენ დაგიცავ ტკივილისგან და როგორ იცავს ტკივილისგან. საიდან უნდა გქონდეს დაცვის ინსტრუმენტი? დაცვის ინსტრუმენტი აქვს აი აქ ჩაწერილი, პატარა რომ იყო და ბებო რომ ეჩხუბებოდა და უარყოფდა, ის გარკვეულ სხეულებრივ რეაქციას გამოხატავდა, მაგალითად იწყებდა ქვითის. აი ესე. მერე ქონდა გარკვეული ემოციური მდგომარეობა. ეს შეიძლება იყოს შიში, ან დარდი, ან სევდა. და მას ქონდა გარკვეული ნიღაბი, რომელიც მერე ბებოზე კარგად მოქმედებდა. და ბებო ეუბნებოდა, ჩემო ჩერჩეტო, მოდი გაკოცო და წამო ფორტეპიანოზე დაუკრათ. ანუ მას უკვე აქვს 5 წლის ასაკში შემუშავებული სერიოზული სტრატეგია, როგორ დავიცვა საკუთარი თავი უარყოფისგან. და რადგანაც 5 წლის ასაკში შეწყვიტა განვითარება, მას არ აქვს უნარი დაფიქრების იმაზე, რომ ეხლა მე ლექტორთან ქვითინი რომ დავიწყო და ძალიან უბედური სახით უყურო, ის ლექტორი იფიქრებს, რომ ამას ცოტა რაღაც პრობლემები აქვს. და როგორც კი პრეზენტაციის წარსადგენად გავდივარ, მეწყება რა? ქვითინი. ოღონდ პრეზენტაცია ძალიან კარგია. ძალიან ბევრი ვიმუშავე ამ პრეზენტაციაზე, გონების დონეზე ყველაფერი რიგზეა. შინაარსი გადასარევია, მაგრამ როგორც კი ჩემი შეფასების მომენტი დგება, ჩემს ტრავმულ შინაარსში არსებული მექანიზმი თავისი სხეულის, ემოციების და მასკის რეაქციებით ვლინდება
და მე ზის ადამიანი და კი მარა რა ჯანდაბა დამემართა, ხო ვიცოდი, ხო მომზადებული მივედი, როგორ მოხდა ისე რომ მე ვერ გავაკეთე ის რაც მინდოდა. აი ეს არის ჩვენი ტრავმული სიმპტომი. ნახეთ, ტრავმა არის ბებოს არ მოსწონდა ჩემი ნახატები და სიმპტომი არის ქვითინი იქ, სადაც მე წესით უნდა რაღაცა ჩემი გამოვავლინო. ეხლა ჩვენ თუ აი ამაზე მეცადინეობას დავიწყებთ, რომ აბა მოდი გასწორდი, აბა ღრმად ჩაისუნთქე, აბა დაფიქრდი, რომ ლექტორს იმის რა ქვია, მასხარას ცხვირი აქვს და საერთოდ სასაცილოდ გამოიყურება, თავის პატარა შედეგს გამოიღებს. ის ტექნიკები, რომელსაც თქვათ, აი CBT იყენებს, ხო, რაღაც ისეთ ტექნიკებს, იმ მომენტში აუცილებლად მოგცემთ შედეგს. იმიტომ რომ დღეს არ ხართ 5 წლის და რაღაცა თუ გააკეთეთ იმისთვის რომ დასტაბილურდებით. სხეულის ტექნიკა დამიწება გრაუნდინგი, ვიგრძენი ჩემი ცენტრი, ვიგრძენი ფეხები, ღრმად ჩავისუნთქე, ფესვები ჩაუშვი მიწაში, შევედი და კონკრეტული პრეზენტაცია ჩავატარე. დროებითი ეფექტია. ამას ვერ აგვარებს, ტრავმას ვერ აგვარებს. და ჩვენთვის, როგორც ფსიქოთერაპევტებისთვის, თავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის აღმოვაჩინოთ ტრავმული ისტორია და ამ ტრავმულ ისტორიას მოუხსნათ დრამა. დავტოვოთ მხოლოდ ისტორია. ის დრამატიზმი, რომელიც იქ მქონდა იმიტომ, რომ მე იმ მომენტში არ მქონდა სხვა რესურსი. და რა რესურსიც მქონდა, აი ეს იყო საუკეთესო გზა იმ სიტუაციაში გადასარჩენად. მაგრამ დღეს მე ვარ, რა ვიცი, 45 წლის და შემიძლია ჩემი რესურსები მივმართო იმისკენ, რომ აი ეს სიტუაცია, ტრიგერი სიტუაცია, მოვაგვარო ქვითინის და რაღაცა უბედური სახის გარეშე. და ეს ყველაფერი იმუშავებს. თუ კი მე მიზეზი აღარ მაქვს იმის რომ ვიყო ესეთ დრამაში. ეს არის ტრავმის ჩამოყალიბების მექანიზმი. ეხლა მითხარით კითხვები თუ გაქვთ. რატო არ გაქვთ კითხვები? ძალიან საინტერესო ტყვევით გასაგებად და მე პირად არ მაქვს. ვინმეს ხომ არ მე მაქვს ერთი მოსაზრება, აი წეგან რო თქვით, რომ ერთჯერადად რომ მოქმედებს, აი მაგალითად რო გვეუბნებიან, რომ წარმოიდგინეთ, რომ გასაუბრებაზე თუ შეხვედი, მაგალითად HR-ს ადევს თავზე ჩაიდანი და ორთქლი ამოდის და მსგავსი რაღაცები და მანდ მიჩნდება ხოლმე კითხვა, ანუ თან მეცინება, სხვა ეს პირიქითაც ხო შეიძლება იმოქმედოს, სამზარეულოში რო დავინახო, რომ ჩაიდანს ორთქლი ამოსდის, ხო შეიძლება მე მაგადას ეს HR-ი გაგახსენდეს. კი, ამას დიახუზა. ცოტა კი, აი ცოტა ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ვერ ერკვევა, ანუ ჩვეულებრივი რა, ადამიანი, უმეტესობა, სხვა სპეციალობის ადამიანი. ესეთ იმას რჩევას რო აძლევ, შეიძლება ცოტათი ოდნავ რაღაც მომენტში დაზარალდეს კიდეც ჩემი გამოცდილებიდან და ჩემი აზრით. ეხლა თქვენ რო გითხრათ, ვიღაცა მე იმ კონკრეტულ ჩარჩოში და ფორმაში ჩასვავთ და ისე გამოიყენებთ. იმიტომ რომ იცით მთელი ეს კონსტრუქცია ფსიქოლოგიის და მექანიზმის და რა ვიცი, როგორც ფსიქოლოგიური ისე სომატური და ყველაფერი, მაგრამ ხო ცოტა მეშინია ხოლმე ეგეთ რჩევების მოსმენისაც ხვდები ხოლმე ხშირად და შეიძლება საზიანოც იყოს, იმიტომ რომ მაგას ხო როგორც მედალს ყველაფერს ხო აქვს ორი მხარე. და ეს თანხრივად მიწოდებულმა ინფორმაციამ შეიძლება სხვა დროს სხვა სტრეს ფაქტორად უფრო იმოქმედოს, ვიდრე რაღაცის გასანეიტრალებლად. გეთანხმებით, განსაკუთრებით თუ ეს ერთწუთიან rilsში არის მოთავსებული. კი. აი კონტექსტიდან ამოსული, რომ თითქოს სულ ეგ არის, მოგვარების პრობლემა არის, თავზე წარმოვიდგინოთ, რომ ჩაიდინები ადგას ხალხს და განავიზულდებით კომპლექსების. განკურნების კონტექსტის გარეშე რო ვიყით უმეტეს რთულია. გეთანხმებით და ამ სიტუაციაში აი ზუსტად ეს ღუზა, რომ მე ყველა ჩაიდანზე შეიძლება მქონდეს აი სტრესული განცდა, რომელიც გასაუბრებაზე მაქვს, ნამდვილად შესაძლებელია.
NLP-ში, როდესაც ღუზებზე მუშაობენ, თუ კარგია NLP-ის ტრენერი და ამას კარგად ხსნის და არა ვთქვათ სამწუთიანი ვიდეოს ფორმატში, ის აუცილებლად იტყვის, რომ ის რაც გაშინებს, ან ის რაც ნეგატიურად განიხილება, თავისი სიმძლავრით უნდა იყოს ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ის, რას ადებს ზემოდან. თუ შენთვის აი ადამიანის თავზე და ადუღებული ჩაიდანი არ არის ისე ძლიერად სახალისო, რამდენად ძლიერად საშიშია გასაუბრებაზე წარუმატებლობა, მაშინ ეს ჩაიდანი საუკეთესო შემთხვევაში უბრალოდ არ იმუშავებს. და უარეს შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება დარჩეს რაღაცა ესეთი უსიამოვნო შეგრძნებები და პლუს ამასთან ადამიანს კიდევ ერთი წარუმატებელი ისტორია, ეხლა სანამ ჩაიდანს დაადგავ HR-ს, მანამდე რამდენიმე წარუმატებელი გასაუბრება უკვე უნდა გქონდეს. იმიტომ რომ რა აზრი აქვს, რატო უნდა დაადო ჩაიდანი, თუ ყველაფერი რიგზე გაქვს გასაუბრებებზე. და ნახეთ, აი მიდის განწყობით, რომ აი ახლა ამას გააკეთებს და უეჭველი მოგვარდება მისი პრობლემა და პრობლემა ხო არ მოგვარდა და პრობლემად დარჩა, მაგრამ თან ახლავს ის გადაწყვეტილება, რომ ესეც კი არ მშველის. აი ხო ვიცოდი, რომ უებარია და ყველას შველის 100-დან 100 მოკლედ აგვარებს ამ პრობლემას, ხო ესე ამბობენ rilsებში. ამას გააკეთებ და უეჭველი ყველაფერი კარგად გექნება, ხო? მოусმინე ბოლომდე და დალაიქე ვიდეო. ხო და შესაბამისად, აი მე ვარ ის ერთადერთი გამონაკლისი, ის უბედური, რომელზეც აი ამანაც კი არ იმუშავა, ესე იგი არაფერი არ მიშველის მე. და ეს არის საშინელება. ჩემს პრაქტიკაში სულ ორჯერ იყო, როდესაც ჩემთან მოვიდნენ აი როგორ ხვალ მაქვს გასაუბრება, ქალბატონს ჰქონდა გასაუბრება ამერიკის საელჩოში და საშინლად ეშინოდა აი ელჩთან მისვლის. აი განცდა მაქვსო, რომ უარს ჩამირტყავს და ის 100% მნიშვნელოვანია ეს კი. და ზუსტად 2 საათი ვიმუშავეთ NLP-ის ტექნიკებით, იმაზე, რომ მას ქონოდა ყველა ის რესურსი, რომელიც ჭირდება, ანუ ჩაიდანს არ ვადგავდით თავზე ელჩს, მაგრამ წარმოვიდგინეთ, რომ ელჩი არ არის ბოროტი ტიპი, რომელიც მის გაგდებაზე და არ გაშვებაზე არის ორიენტირებული, არამედ ეს არის ადამიანი, ვის ხელშიც მისი მომავალი წარმატებაა, იმიტომ რომ მისთვის წასვლა წარმატებას ნიშნავდა. ანუ უკვე გავაპოზიტიურეთ ელჩი. შემდეგ რა რესურსები ჭირდება, რომ ელჩს დაანახოს საკუთარი ვთქვათ, რაღაც პოზიტიური მხარეები და ასე შემდეგ და შევთანხმდით. მე ავხსენი, რომ ეს არის ჩათვალე, რომ უბრალოდ აბიგლუკოზა, ვალერიანი, რომელსაც ეხლა იღებ, ამ მომენტში, აი საელჩოში, ჩემგან პირდაპირ საელჩოში წავიდა. საელჩოში მოგცემს ეფექტს აუცილებლად, მაგრამ არც მიზეზი, რის გამოც შენ გეშინია ასე ძალიან იმ გასაუბრების და არც ყველაფერი დანარჩენი არ მოგვარდება. იყო თანახმა გავაკეთეთ. კიდევ ერთი მაგალითი მქონდა ესეთი, გამოცდაზე გადიოდა ვოკალის და უცებ აღმოაჩინა, რომ ძალიან დიდი კონკურსია და ძალიან ეშინია და აი ამ შიშის გამო ხმა უწყდებოდა. და ხვალ აქვს გამოცდა. ანუ გამოცდა არის ხვალ და დღეს მოდის, ჩემ მირეკავს და მოდის, მიშველე რამეო. მე რომ დავიწყო აი ამაზე მუშაობა, ამ ტრავმულ შინაარსზე და იქ ჩავიდეთ ღრმად, შეიძლება უკვე ეფექტი გამოვიწვიოთ ოპერაციის მერე, მეორე დღეს ვერ წახვალ და სპორტულ ნორმატივს ვერ ჩააბარებ. ხო უნდა მოხდეს აღდგენა, მონელება ყველაფრის. ამიტომ ამ გოგოსთანაც გამოვიყენეთ რესურსირების ტექნიკები დიდი რაოდენობით და ძალიან წარმატებულად გავიდა იმ გამოცდაზე ყველაფერი. კარგად დასრულდა და ჩვენ შევთანხმდით. ნახეთ, ყველა წარმატებული გამოცდილება ეს არის აი აქ რაღაცა პლუსი, იმიტომ რომ ამ შრეში მარტო ტრავმები ხო არ იწერება, ჩვენი წარმატებებიც იწერება. თუ ეს წარმატება იმდენად ძლიერია ადამიანისთვის, რომ მომავალში არჩევანს აძლევს, მაშინ ეს არჩევანი უკვე მას აქვს და თუ არჩევანი გაქვს, ტრავმა აღარ ახდენს შენზე ასე ძლიერ გავლენას, ხო? ამ კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად გაუქრა ამ სცენის შიში და აღარ მოუმართავს. მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ კი
დაბრუნდა სიმპტომები, მოსულიყო და გაგვეგრძელებინა მუშაობა. შესაბამისად კი, აი ეს ეკოლოგია და ეთიკა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში და მით უმეტეს ფსიქოთერაპიაში, იქ სადაც ვერ გაზომავ სანტიმეტრებით და გრამებით შედეგს. ამიტომ აი ის თუ რამდენად იცავს თერაპევტი ნორმებს და რამდენად ეთიკის ფარგლებში არის ეს ყველაფერი, ამაზე დამოკიდებულია ზოგადად ადამიანის წარმოდგენა ფსიქოთერაპიაზე, არა მხოლოდ იმ ერთ თერაპევტზე. ის ერთი თერაპევტი, ოკეი, თავის სახელს ვთქვათ, გაიტეხს და არა უშავს. მაგრამ ის ადამიანი იტყვის, რომ ფსიქოთერაპია არ მუშაობს. ეს რაღაცა შარლატანობაა, ეს რაღაცა მაიმუნობაა. ნახეთ, ანუ ფაქტობრივად მთელ სფეროს ვაზიანებთ, თუ კი არაკომპეტენტურად მივდექით ამ საკითხს. ასე და ამგვარად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ კიდე რაღაცები ამოვწერე, რაზეც მინდოდა მელაპარაკა. გამარჯობა, მე გკითხავთ რა, ერთი კითხვა მაქვს. ესე იგი, ბავშვთან დაკავშირებით რომ მოიყვანეთ წინაზე მაგალითი, ტრავმა რო ქონდა სიტყვაზე ბებიისგან და მე უკვე ზრდასრულ ასაკში ვთქვათ პრეზენტაციის დროს უტივტივდებოდა იგივე და ხელს უშლიდა პრეზენტაციის გაკეთებაში. მე როგორც ვიცი, ბავშვებისთვის არსებობს შეფასების როგორ თქვა, შეფასების კრიტერიუმები, აი მაგალითად 5 წლამდე ბავშვი როგორ უნდა ვითარდებოდეს სიტყვაზე, რომ ნორმაში რა არის, ემოციური სფერო როგორ უნდა ქონდეს, ქცევითი როგორ უნდა ქონდეს და ასე შემდეგ და ისიც ვიცი, რომ ზუსტად აი ტრავმის დროს თქვათ ემოციების გაზიარება ბავშვს უკვე 3 წლიდან საკმაოდ კარგად შეუძლია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცით, ვინც დასრულია, მაგრამ ხშირად ემოციებს არ აზიარებს. და საქმე არის ტრავმასთან სავარაუდოდ. და თქვენ ახსენეთ, რომ აი გამკლავების გზების სწავლა შეწყდაო 5 წლის ასაკში აი ამ ბავშვისთვის თქვენ რა მაგალითიც მოიყვანეთ და მე მოინტერესებს აი ზრდასრულებისთვის თუ არის იგივე როგორ თქვა კრიტერიუმები ან რაღაც, რომ აი რა ასაკში, რა სკოლის ასაკის ბავშვებისთვისაც არ შემხვედრია, უფრო აი 6 წლამდე ბავშვებისთვის შემხვედრია რაღაცა სქემა და თქვენ თუ შეგხვედრიათ ესენი ან სკოლის ასაკის ბავშვებისთვის როგორ არის ეგ რას როგორ უნდა აკეთებდეს ნორმაში ან ზრდასრულებისთვის. ვიცი რომ ფსიქოთერაპია არის ზუსტად ამის განკურნების გზა, რომ მე წამოვიდეს და ისწავლოს, მაგრამ აი მაინც ვთქვათ 5 წლის ასაკში რო შეუწყდა ამ ადამიანს გამკლავების გზები. შემდეგ აი როგორ უნდა განავითაროს ეს, რომ მივიდეს, რომ 40 წლის ვარ და სიტყვაზე მინდა რომ პრეზენტაცია კარგად ჩავატარო და არა ვიტირო, ხო? შეიძლება წარეულად დავსვი, მაგრამ მე ხა ვეცდები რომ გიპასუხოთ, თუ ვერ გიპასუხეთ, მე კიდე ჩამეკითხეთ, კარგით? ხო, ანუ კონკრეტულად ასეთი სქემა არ შემხვედრია ზრდასრულებისთვის და მოზარდებისთვის და არ შემხვედრია, იმიტომ რომ განვითარების ყველაზე დიდი ესეთი ეტაპი არის ზუსტად ბავშვთა ასაკში. 5 წლის ასაკში ამ ჩვენ მაგალითს რო შეუწყდა, კონკრეტულად ავტორიტეტი რომ აფასებს მას, აი იმასთან მიმართებაში შეუწყდა, მაგრამ სხვა რაღაცეები შეიძლება უვითარდება. აი ხა სანამ ლაპარაკობდით ის ვიპოვე, რაც მინდოდა მე თქვა და ფსიქოთერაპიის მიზნები რა არის ტრავმასთან მუშაობის დროს. და მოდით ამ 5 მიზანს ჩამოვთვლი და ამ 5 მიზანში ერთ-ერთი არის კოგნიტური ინტეგრაცია, რაზეც ახლა ილაპარაკეთ ზუსტად ეგ არის. ანუ პირველი ეს არის უსაფრთხოების აღდგენა, წეღანაც ვახსენე, რომ უსაფრთხოება იქნება ეს ემოციური თუ ფიზიკური უნდა აღდგეს, იმიტომ რომ ტრავმა შეიძლება იყოს ომი, ფსიქოლოგიური ტრავმა, შეიძლება იყოს ოჯახში ძალადობა, შეიძლება იყოს აი გუშინ აქ რაღაცა აფეთქდა ბალონი თუ რაღაცა და მოკლედ შეზანზარდა მთელი ჩვენი უბანი და შეიძლება ეს ერთადერთი აფეთქებაც კი იყოს ტრავმა, ხო? უსაფრთხოების აღდგენა, ანუ განცდა, რომ ის ცხოვრობს დაცულ უსაფრთხო გარემოში. ეს არის ფსიქოთერაპიის ერთი მიზანი. მეორე,
ხშირად არ გვახსოვს ტრავმა, ზუსტად თვითონ ახლა ამ ადამიანს პრეზენტაციის დროს რო ეწყება ქვითინი, საერთოდ არ ახსოვს ბებო რომ ნახატებს უწუნებდა. ეგ არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ სიმპტომი აწუხებს. ჩვენი მიზანი არის, რომ გავახსენოთ მთავარი საკვანძო ბირთვული მომენტი, სად ჩამოუყალიბდა ეს ტრავმული რეაგირების მექანიზმი. ამის გახსენება პირველ რიგში, ფეისინგი ქვია ამას ფსიქოთერაპიაში, დანახვის უფლებას აძლევს იმის, რომ აი ეს არის ჩემი მიზეზი და ამის შემდეგ უკვე მე შემიძლია გავუმკლავდე. მანამ სანამ მე არ ვიცი რამ გამოიწვია ჩემი ტრავმული მექანიზმი, მე მარტო სიმპტომებს ვებრძვი. როდესაც მე ვიცი მიზეზი, მე უკვე აი მთავარი ცოდნა მაქვს, შესაბამისად ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიზანი ეს არის. მესამე ეს არის ემოციური რეგულაცია. ანუ ემოციების, საკუთარი ემოციების გაცნობიერება და კონტროლი ტრავმის შედეგად შეიძლება იყოს დარღვეული ბავშვთა ასაკშიც და ზრდასრულებშიც და შესაბამისად მისი აღდგენა უნდა მოხდეს. კიდევ ერთი ეს არის კოგნიტური ინტეგრაცია, ანუ ის აზრები, ის ფიქრები, ის განვითარების ეტაპი, რომელიც გაჩერდა, ფაქტობრივად თუ დააკვირდებით ბავშვი, რომელიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის პირობებში იზრდება, ძალიან ხშირად მენტალურ განვითარებაში იგვიანებს, ან ემოციური განვითარება, ან არ ვითარდება ტიპურად. რაზეც თქვენ ილაპარაკეთ, აი სქემა, ხო? შესაბამისად, აი ეს ინტეგრაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აღდგეს და დაეწიოს და ბოლო არის რესურსების დაბრუნება. ტრავმულ სიტუაციაში ჩვენ ვკარგავთ აი ამ სელფში, ბირთვში არსებულ რესურსებთან წვდომას. როდესაც ტრავმული შინაარსი გვარდება, ის რესურსები და უნარები გვიბრუნდება. ეხლა სად შეიძლება ვიპოვოთ ზრდასრული ადამიანებისთვის ეს ჩამონათვალი? ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტი არის ფსიქოპათოლოგიას თუ გადახედავთ, მოზარდების, ზრდასრულების, აი მაგალითად დეპრესია, ან შფოთვა, ან ნებისმიერი სხვა ნოზოლოგია, რომელიც შეიძლება იყოს ტრავმის სიმპტომი, შედეგი, ხო? მანდ არის რომ მადის გაუკუღმართება, ძილის დარღვევები და ბევრი სხვა კრიტერიუმი, რომლის არსებობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ამ პათოლოგიაზე ვისაუბროთ. და აი თუ გვჭირდება რაღაც ესეთი მიწა, ხო, გრაუნდინგი, რასაც დავეყრდნობით, როდესაც შევაფასებთ ადამიანის ტრავმის შედეგებს, ალბათ ეს ფსიქოპათოლოგიის ჩამონათვალი იქნება კარგი დამხმარე, იმიტომ რომ სქემა ნამდვილად არსად შემხვედრია. თუ კიდე გაქვთ კითხვა, ანუ ბოლომდე ვერ უპასუხე, კიდე დამისვით. არა, ძალიან საინტერესო იყო და გასაგები იყო ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კიდე თუ გაქვთ კითხვები და მე რამდენიმე ფსიქოთერაპიულ მიდგომას შევეხები, რომელიც რეალურად ეფექტურია ტრავმასთან მუშაობის დროს. ოკეი. კარგი. მაშინ დავიწყოთ. პირველი CBT უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ ეს მეთოდი ყველაზე კარგად გამოკვლეული, გაზომილი, აწონილი და evidence-based არის და შესაბამისად კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ეხმარება ადამიანს ტრავმის შედეგებთან გამკლავებაში. ხაზგასმით ვამბობ, არ კურნავს ფაქტს, არ კურნავს ტრავმას, მაგრამ ფუნქციის აღდგენას ახდენს. მეორე მეთოდი არის EMDR თერაპია. სტიმულში ყავს EMDR თერაპევტი, ტრავმატოლოგს ვეძახი მოფერებით და რას აკეთებს EMDR თერაპია? ამ მეთოდს იყენებენ PTSD-ის შემთხვევაში, პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის შემთხვევაში, ჯარისკაცებთანაც კი და
EMDR იშიფრება როგორც ქართულად ვიტყვი თვალების მოძრაობის მეშვეობით დესენსიბილიზაცია, ანუ მგრძნობელობის მოხსნა. და რაზეა დაფუძნებული? ყველა ჩვენი გამოცდილება კოდირებულია ნერვულ სისტემაში თვალების ღმერთო ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური შეგრძნებების სახით. და EMDR გვაძლევს საშუალებას ტრავმული შინაარსის, აი ამ კოდის მორღვევაში ის დრამატიზმი, რომლის კოდირება მოხდა, იშლება აი ესეთი მოძრაობებით, როდესაც თერაპევტი თხოვს კლიენტს გაამახვილოს ყურადღება სიმპტომზე, ემოციაზე, შეგრძნებაზე და შემდეგ აი ამ ვიზუალურ ხატწარმოდგენაზე და შემდეგ თვალების მოძრაობით სპეციალურად ხდება ეს და ამას სწავლობენ სპეციალური ტრეინინგით, ამიტომ ახლა ასე უცებ ვერ აგიხსნით, მაგრამ არის მოძრაობის სხვადასხვა ამპლიტუდა, როდესაც ხდება მოშლა იმ ტრავმული კოდის, რომლითაც ისტორია არის ჩაწერილი და დრამატიზმი კლებულობს. შემდეგი მეთოდი, EMDR-ის შემდეგ, რომელიც უნდა ვახსენოთ, ეს არის გეშტალტ თერაპია და მე ძალიან მომწონს სხეულზე ორიენტირებული თერაპია. ერთად ვისაუბრებ ამ ორ მეთოდზე, იმიტომ რომ გეშტალტი სხეულიდან გამოდის დიდ წილად, როდესაც ტრავმულ შინაარსზე ვმუშაობ. ნებისმიერი ტრავმა ერთის მხრივ ეს არის ადამიანის ჩარჩენა წარსულ მოვლენაში, ფიქსაცია მომავალ გარკვეულ ნეგატიურ მოვლენებზე და აქ და ამჟამად არ ყოფნა. როდესაც მე დღეს მაქვს შფოთვა, ეს ნიშნავს, რომ მე აქ და ამჟამად არ ვარ. მე ფიქრებით ვარ სადღაც იქ, სადაც შეიძლება რომ მოვკვდე. როდესაც მე დღეს მაქვს ფობია, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ ვარ აქ და ამჟამად და ვარ სადღაც იქ, სადაც ან უკვე ვკვდებოდი მსგავს სიტუაციაში, ან შეიძლება რომ მოვკვდე მსგავს სიტუაციაში. და შესაბამისად გეშტალტიც და სხეულზე ორიენტირებული თერაპიაც გვეხმარება, რომ დავბრუნდეთ საკუთარ სხეულში, საკუთარ თავში და აღვადგინოთ მთლიანობა. ცალკე გამოვყოფ ქართულად არ ვიცი როგორ ითარგმნება internal family system. ასეთი მეთოდია, შეგიძლიათ წიგნიც კი მოიძიოთ, საკმაოდ საინტერესოდ წერს ავტორი და ძალიან გავს NLP-ის პიროვნულ ნაწილებს, ეგ ისტორია და გეშტალტის გახლეჩილ ისტორიას, სადაც ფაქტობრივად აი ეს ისტორია, სადაც მე უნდა შემაფასონ და იმისთვის რომ არ შემაფასონ ცუდად, მე უნდა დავიძაბო, უნდა ვიქვითინო, უნდა მქონდეს გარკვეული სევდა და უნდა მქონდეს ძალიან საწყალი სახე, აი ეს მე რომ ვისწავლე, შეიქმნა ჩემში ეს პიროვნული ნაწილი, გახლეჩილი, რომელიც ყველა ჯერზე როგორც კი ზარი ირეკება, ანუ მე რაღაცა უნდა ჩემი გამოვიტანო თემა, ეგრევე ეს ნაწილი გადის სცენაზე და მე უკვე ვეღარ ვმართ. და აი ამ ნაწილებთან მუშაობს როგორც გეშტალტი, ასევე internal family system და ასევე სხეულზე ორიენტირებული თერაპია ძალიან კარგად გვეხმარება ამ ყველაფერში. და ასევე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ ესეთი უსაფრთხოების პრინციპები ტრავმასთან მუშაობის დროს, იმიტომ რომ თერაპევტი თავისი ამბიციებით არიან ამბიციური თერაპევტები, რომლებიც ფლობენ მეთოდს და უნდათ რომ კარგი შედეგი დადონ, რაც შეიძლება მალე. პერფექციონისტი თერაპევტები. ხშირად ვერ ითვალისწინებენ ამ პრინციპებს და ამ პრინციპებს არღვევენ, რაც არავნოს პრინციპს არღვევს იდეაში. პირველი ეს არის უსაფრთხო გარემო, უნდა იყოს დაცული გარემო, უნდა იყოს სიმშვიდე, უნდა იყოს კლიენტის ტემპის პატივისცემა, კლიენტი მზად არის თუ არა ბოლომდე გაგიხსნას ისტორია, მაშინაც კი როდესაც გაცნობიერებული აქვს, არ უნდა უთხრა, რომ უნდა მომიყვეს, სხვა გზა არ გაქვს, ხო? მე აქ ვარ და როდესაც იქნები მზად,
მზად ვარ რომ მოგისმინო. ნახეთ, მქონდა кейსი, როდესაც რამდენიმე თვე ვმუშაობდი და არ ვიცოდი რაზე ვმუშაობდი. მოდიოდა ადამიანი რაღაცაზე მესაუბრებოდა, ამბობდა რომ ეს რაღაცა ძალიან მტკივნეულია მისთვის და ამიტომ არ არის მზად რომ მომიყვეს. და მე როგორც თერაპევტს არ უნდა გამიჩნდეს ჯერ ერთი მოთხოვნა, ექიმთან მოდიხარ და მოდი და ბოლომდე მომიყევი რა გაწუხებს. მეორე არ უნდა გამიჩნდეს შინაგანი პროტესტი, რომ რას ქვია, მე არ მენდობი. ანუ არა, თვითონ არ არის ჯერ მზად, არ მომწიფდა იმისთვის, რომ ამაზე ილაპარაკოს. მესამე შეცდომა, რასაც თერაპევტები უშვებენ, შეიძლება შენ კონკრეტულ მეთოდს ფლობ და იცი რომ ეს მეთოდი ეფექტურია, მაგრამ ამ კონკრეტული ადამიანისთვის შეიძლება ეს მეთოდი იყოს ნამეტანი, ზედმეტად ძლიერი, მძლავრი. ამიტომ უნდა იყოს თერაპევტი მოქნილი და შეთავაზოს კლიენტს ისე წაყვანა პროცესის, როგორც ამ კლიენტისთვის იქნება კომფორტული. ამ შემთხვევაში ის თავს ისევ დაცულად იგრძნობს და არ ექნება განცდა, რომ რაღაცა უსაფრთხო გარემოში არ არის და რაღაცა ნორმატივები უნდა ჩააბაროს და ახლა აუცილებლად უნდა რაღაცა წარმოიდგინოს, ან რაღაცა თქვას, ან რაღაცა დაწეროს, ხო? შესაბამისად მოქნილობა და თერაპევტს უნდა კონდეს შინაგანი რესურსების აღქმა, საკუთარი შინაგანი რესურსების აღქმა და კლიენტის რესურსების აღქმა. კი, კლიენტი რომ მოდის, ჩვენ ვხედავთ მის მასკას, ვხედავთ მის დაძაბულ სხეულს, ვხედავთ მის ემოციებს, რომელიც ასევე ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება რომ იყოს, მაგრამ თერაპევტი ვალდებულია, ხაზგასმით ვამბობ, ხედავდეს კლიენტის self-ს. და თუ ის ვერ ახერხებს self-ის დანახვას, ჯობია რომ გადაამისამართოს სხვა თერაპევტთან, იმიტომ რომ თერაპიული პროცესი ვერ შედგება, თუ კი მე ვერ ვხედავ შენში რესურსს და პოტენციალს, რომ აი ამ